საქართველოს პროფკავშირსა და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ნებართვის მქონე კომპანია ინტერტრანს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით კომპანია ინტერტრანსი თანახმა კონკურსამდე მოძრავი მარშრუტები 2 წლის ვადით დაასაქმოს, ასევე არ გაეზრდება მძღოლებზე კონკურსამდე დადგენილი გადასახადები. ხოლო 7 წლის შემდეგ დასაქმებულ მძღოლს უფლება ექნება კომპანიის კუთვნილი ავტო სატრანსპორტო საშუალება საკუთრებაში გადაიფორმოს. კომპანია თანახმაა კანონის ჩარჩოში მოქცევის შემთხვევაში რაც თვითმმართველობამ უნდა იმუშაოს ამ კუთხით ის ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალებები რომლებიც რუსთავ-თბილისის მარშრუტზე მუშაობენ დაარჩნენ ამ მარშრუტზე და იმუშაონ. თავარი მომენტი დანარჩენი იქ არის მომენტი გამოსყიდვასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს მძღოლს რომ შეისყიდოს სატრანსპორტო საშუალება შესყიდვის შემთხვევაში არსებულ გეგმაზე მოაკლდება ის გადასახადი რაც დანამატი იქნება შესყიდვის პერიოდში. თავი გაანებოს ყველა მძღოლების დაჩინება და ფიზიკურ ზეწოლას კიდევ დღე მიმართავ შინაგანსაკუთრების სამინისტროს დაიწყო სასწრაფო მოკვლევა წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გადაიზრდება უკონტროლობაში, ქაოსში და ანარქიაში. თუ გვინდა ეს დაძაბულობა, მაშინ ფაქტის ახეზე გვაქვს. ორი მძღოლის ფაქტი გვაქვს დღეს უკვე სანამ დავიწყებთ პრესკონფერენციას, ინფორმაცია ერთი ნაცემია და სახში იმყოფება, მეორეც ფიზიკური ზეწოლა მოახდინეს და სახში იმყოფება.